დამერწმუნეთ, რომ არც ერთი ცხინვალელი, რომელიც იქიდან ვართ გამოსული, არც ერთი დღე არ გვიფიქრია ცხინვალის გარეშე. მე დიდი სიამოვნებით დავბრუნდები ცხინვალს ჩემ ქალაქში. მშობლიურ კუთხეს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს. ამბობს, რომ ადრე თუ გვიან დაკარგულ მხარეს მაინც დაუბრუნდება. ირინე გოჩაშვილი დღეს წარმატებული მთარგმნელი და მუსიკოსია. მისი ისტორია კი ბავშვობიდან, ანუ ცხინვალიდან იწყება. ცხინვალი არის ჩემი ძალიან დიდი ტკივილი. ცხინვალი არის ჩემი ბავშვობის ქალაქი. ცხინვალი, რომელიც თითო, ოველი, კუთხე, კუნჭული ჩემთვის დღემდე დაუვიწყარია. ირინე გოჩაშვილი ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. დედა მზიახეთა გური ცნობილი პოეტი, მთარგმნელი და დრამატურგი. მამა ჯემალ გოჩაშვილი კი ცნობილი მსახიობი იყო. როგორც თავად ამბობს, მშობლებმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს და მისი პროფესიაც ნაწილობრივ მათი ღვაწლის გაგრძელებაა. განსაკუთრებული სითბოდიბებიას ქრისტინე თედიაშვილს იხსენებს. ეს ის ადამიანი გახლდათ, რომელისთვისაც ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არ ქონდა. და რა თქმა უნდა, ის ექიმია, იგი მან ჰიპოკრატეს ფიცის დადების თანახმად ემსახურა თავის ქვეყანას, თავის პროფესიას ბოლომდე. ბებია გახლდათ, როგორც თვითონ იტყოდა, პატრიარქალური ოჯახის წარმომადგენელი და ესეც ასეც იყო. მათი სახლი, რომელიც მდებარეობდა და დღეს სამწუხაროდ აღარ არის ის სახლიც, გოგებაშვილის 5. ეს ყოველი ცხინვალელისთვის კარგად ცნობილია დღემდე ეს სახლი, ეს ოჯახი, საყვარელი და ღრმად პატივცემული ხალხია. როცა შვილი ლაპარაკობს თავის მშობლებს, აქ უხერხულია. რა თქმა უნდა, ყველა შვილისთვის თავისი მშობელი განსაკუთრებულია, ლამაზია, ნიჭიერია, მაგრამ მე ვაძლევ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ ჩემ მშობლებზე ვილაპარაკო და ამით ვიამაყო. კარგად ახსოვს 90-იან წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენები. ირინე გოჩაშვილის თქმით, ყველაფერმა ამან მასზე წარუშლილი კვალი დატოვა. 1991 წელს თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს დაკარგა მეუღლე. მე ქართველს ვერ ვესვრი, გვარდიის მაიორმა თავის სწორედ ამ სიტყვებს შესწირა. საქართველომ ჩაება ამ გაურკვეველ ძმათა ომის ქარცეცხლში. როგორც უმრავლესობა და როგორც უმეტესი ქართული ოჯახისა, მეც დამადგა ძალიან დიდი ტრაგედია. დაიღუპა ჩემი მეუღლე. მოგონილია დანარჩენი, ობლობაც, ცრემლიც, გამდიდებაც, იმედიც ცოცხლად გადარჩენის, დანაკარგიც და გამდიდრებაც. რაბედენა არათმობდეს სასახლეს, მისი თავით რთოდა, ქვეყნად არავის ეკუთვნოდა. რაბედენაა. ამ სახელწოდების ლექსი ირინე გოჩაშვილის პირველ გამოცემაში შევიდა. გაჩერებული დრო, ასე ქვია კრებულს, რომელშიც არა მარტო თარგმანები, არამედ ავტორის ლექსებიცაა შესული. სათაურს კი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ეს წიგნი უნდა გამოსულიყო ჩემი ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, მაგრამ მოხდა 99 წლის 9 აპრილი. და ყველაფერი გაჩერდა. ჩემ ცხოვრებაში სამწუხაროდ მოხდა ძალიან დიდი პაუზა. გაჩერებული დრო გაჩერდა დრო როგორც შემოქმედებითი თვალსაზრისით, ასე ჩემი ცხოვრების დინება რაღაცნაირად შეჩერდა, შეწყდა. ალბათ ამ მოიტანა ეს ყველაფერი დრომ, მდგომარეობამ ქვეყანაში. სიმართლე გითხრათ, როდესაც შეიცვალა ძალიან ბევრი რამ, ეტყობა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც გარდატეხის მომენტები და არც მქონდა სიმართლე გითხრათ სურვილი, რომ მსგავსი რამ გამომექვეყნებინა. ირინე გოჩაშვილმა უმაღლესი სასწავლებელი რუსეთში, მოსკოვის გორკის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურის ინსტიტუტში დაამთავრა. დღეისათვის უკვე მრავალი თარგმანის ავტორია. ამ საქმიანობასთან ერთად ირინე გოჩაშვილი ასევე წარმატებით უკრავს ვიოლინოსა და გიტარაზე. როგორც თავად ამბობს, სამომავლო გეგმები ბევრი აქვს, თუმცა მთავარი სურვილი დღემდე ცხინვალში დაბრუნებაა.